ახალი შესაძლებლობა გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოზარდებისთვის. მერია 10-დან 15 წლამდე მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებს STEM მიმართულებით სერტიფიცირებული აკადემიური ხარისხიანი თეორიული და პრაქტიკული ცოდნის მიღების შესაძლებლობას აძლევს. მსურველები 4 თვიანი კურსის ფარგლებში ისწავლიან კომპიუტერულ პროგრამებს, შექმნიან, აწყობენ და დააპროგრამებენ რობოტებს. ინიციატივის მიზანია ახალგაზრდების STEM-ით დაინტერესება. ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების თანაბარი ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა და პოპულარიზაცია. მსურველებმა რეგისტრაცია 12 მარტის ჩათვლით უნდა გაიარონ. შესაბამისი ლინკი გორის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია მითითებული. IP პასკალმა შაშან გასულ წელს შემოიტანა თანადაფინანსების პროექტი, რომელიც საპილოტო პროექტი იყო. შესაბამისად იყვნენ საკმაოდ ბევრი ახალგაზრდა ჩართული, მოწონება დაიმსახურა ამ პროექტმა და შესაბამისად წელსაც შემოიტანა იგივე ინიციატივით, იგივე პროგრამით, ცოტა მინიმალური განახლებით. ეს არის ახალი, ასე ვთქვათ, ახალი გამოწვევები, რომელიც არის რობოკლუბი, სადაც შეისწავლიან ჩვენი ბენეფიციალები როგორც რობოტის აწყობას, ასევე დაპროგრამებას. სულ 30 ახალგაზრდა შეირჩევა 15-დან 20 წლამდე, დედლაინი დადებული უკვე მერიის გვერდზე. 12-ში მთავრდება 12 მარტს დედლაინი. მინდა მიმართო ვისაც აქ მგზავსი გატაცება და მგზავსი სურვილი მისი პროგრამირება ისწავლონ, რობოტების პროგრამირება ისწავლონ და ასევე აწყობა. მინდა მიმართო რომ ცოტა იაქტიურონ, მიიღონ მონაწილეობა და შესაბამისად ჩვენ ახალგაზრდებზე დამოკიდებული აღნიშნული პროექტი როგორ განხორციელდება, რომ მომავალ წელსაც იგივე მიმართულებით გავაგრძელოთ თანადაფინანსების ხელშეწყობა. აქვე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ მუნიციპალიტეტს გვაქვს სხვადასხვა მიმართულებით თანადაფინანსების პროგრამები და შესაბამისად აი ამ პროგრამის ფარგლებში მოხდა ამისი თანადაფინანსებაც და რაც უფრო მეტი ახალგაზრდა იქნება ჩართული და მეტი ახალგაზრდა მიიღოს ჩვენს დამატებით განათლებას, არაფორმალურ განათლებას, ეს ჩვენთვის რა თქმა უნდა პრიორიტეტია და ხელს უწყობთ ყველანაირად.